მეგობრებო, შემო ყოფილო თუ მომავალო თანამშრომლებო. ვინმეს გაუხარდებოდა ელა ბარკალაიასის დაბადების დღე როცა ეს ძალიან ბევრი მეთაგანია. შეიძლება ბევრი არა, მაგრამ უმეტესობა მაინც არის. ერთი პატარა სიუჟეტი 5 წუთიანი გავაკეთეთ და 40,000 ლაკასლა უთხრა, რომ შენ ვიდა ბიზნესი აკეთო, შენ ბიზნესისთვის ხარ გაჩენილი და მეც სული რა თქმა უნდა ჩვენთან ერთად ვაკეთო ბიზნესი. რაც შეეხება ვის გაუხარდებოდა ჩემი დაბადების დღე ყველაზე რა თქმა უნდა ყველაზე ყველაზე გაუხარდებოდა ხონებო დედაჩემს, მამაჩემს, ბებიაჩემს და აქედან მოგხსენი ერთხა. ჩვენ ახლა ამ წუთას ძალიან დიდი სახლები გავაკეთეთ დუბაიში და დუბაიში ვარ. ძალიან დიდი საქმეს გავაკეთებ მომავალში დარწმუნებული ვარ. მე ვიყავი ერთი, ახლა ჩემს გვერდზე არის 9 და 9 შვილი და დანარჩენი ჩვენი ოჯახის წევრები. ძალიან დიდი სურვილი მქონდა გადამეხადა დაბადების დღე სენაკში, ჩემს უახლოს სენაკელებთან და მეგობრებთან ერთად. მაგრამ ისე მოუწია, რომ მე აქ საქმე მაქვს და ვერაფრით ვერ წავედი. აქედან გამომდინარე, ჩემმა მათემ შვილიშვილებმა თქვენს რომ მოდი მოგაკითხავთ და შენთან ერთად დავატარებთ ევანდელ დღეს. აქ არიან მათემ, ჩემი შვილიშვილები და მე დღეს უბედნიერესი კაცი ვარ, იმიტომ რომ ეს პატარა ბიჭები დავტოვე, როცა ციხეში წავედი და სულ ერთი და იგივეს რეკავდი და ვავალებდი ყველას და მხოლდი ამ ბიჭებს, რომ რამე სულ საქმეში არ გაიუღებ. დანარჩენი რომ გამოვიდოდი, დაკარგულები წელს თავს შემოვალულებდი ამ. მე ყველაფერი სიკეთე გავაკეთე. ეს სიკეთე ბევრმა ვერ დაინახა. მე რას ვთქვა? მე მარტო ერთ რამეს ვთქვა, ამათაც ესე რა გიწყო, სპორტმენები არიან. ძალიან კარგი ბიჭები არიან და აი ესეთი ხმამდეს ყველა ჩემი გასწრინეს საფრთხე. რამინდა ამათ ხოლო და ისწავლო და ჩემი საქმე 6 წელი და ვიყავი ციხეში ეს გამოიწვია.